დიდება ჩვენს ღმერთს. მოდი ქადაგების წინ თუ გაქვთ წამოღებული თან საღვთო წერილი, თქვენ შეგიძლიათ გადაშალოთ ფსალმუნთა წიგნი 155 ფსალმუნს წავიკითხავთ დღეს. მაშასე ფსალმუნთა წიგნი 155. ალელუია. ადიდე სულო ჩემო უფალი. ვადიდებ უფალს მთელი სიცოცხლე. უგალობებ ჩემს ღმერთს ვიდრე ვარსებობ. იმეც ნუ დაამყარებთ მთავრებზე ადამიანის ძესე, რომელსაც არ შეუძლია შველა. ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას, იმავე დღეს გაქრება მისი აზრები. ნეტარ არს, ვისი შემწეცაა ღმერთი იაკობისა, ვინც დაიმედებულია უფალ ღმერთზე, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და ყოველივე რაც მასშია, რომელიც იცავს ჭეშმარიტებას უკუნისამდე, იქმს სამართალს ჩაგრუთათვის, აძლევს პურს დამშეულებს, უფალი ათავისუფლებს ბორკილ გაყრილებს, უფალი თვალს უხელს ბრმებს, უფალი მართავს წელმოდრეკილებს, უფალს უყვარს მართალნე, უფალი იცავს შემოხიზნულებს, ქრივ ობლებს გაამხნევებს და ბოროტა მრუდე გზებით ატარებს. იმეფებს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი სიონო, თაობიდან თაობამდე. ალელუია. ამინ. მოდი ქადაგების წინ მოუხმოთ ჩვენს უფალს და ვილოცოთ. დიდებულო, ჩვენო ძვირფასო, ზრუნველო მამაო, მადლობას გიხდით იესო ქრისტეს სახელით დღევანდელი დღისთვის. მადლობა რომ შენ შეგვიბე ამ ადგილას შენი გამოსყიდული ერი. მადლობა შენი სიტყვისათვის. უფლის იესო ქრისტეს სახელით ჩვენ ვთხოვთ, რომ შენმა სულმა შეეხო ჩვენს გულებს და გაანათო ჩვენი გონების თვალები და გვცხე შენი ცხებულებით, რათა ამ ადგილას შენი სიტყვა დამკვიდრდეს ჩვენს გულებში და მივიღოთ შენგან ორი არსობისა, რათა შენი სიტყვით გქონდეს ჩვენი უფლის იესოს რწმენა და ნამდვილი ჭეშმარიტი იმედი. გვაკურთხე ამ ადგილას. განადიდე შენი ძე იესო, აღასრულე და ქმენი შენი ნება ჩვენს გულებში და ამსახურებაში. შენ კი დიდება გქონდეს მარადის, ერთ ცოცხალ ღმერთს, მამას, ძეს და სულიწმიდას. ამინ. ფსალმუნი, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ, რა თქმა უნდა, ყველა მუხლზე არ გავამახვილებთ ყურადღებას. გამოვყავთ რამოდენიმე ჭეშმარიტებას, რომელიც აღწერილია ამ ფსალმუნში. მაგრამ მანამ სანამ გადავიდოდეთ აი ამ ფსალმუნის განხილვას, მინდა ციტირება მოვიყვანო ერთი ქრისტიანი და ხუცესის ნაწარმოები ერთ-ერთი წიგნიდან. ის იყო ასეთი პიროვნება ეიდონ უილიამ ტოზერი და ამბობდა იმედის შესახებ აი ესეთ სიტყვებს. იმედი გვაძლევს ძალას გზის გასაძლიერებლად. იმედი ადამიანის ცხოვრებაში ყველა საჩუქარ შორის, რომლითაც ბუნების მიერ ვართ დაჯდოებულნი, იმედი მათ შორის გამორჩეული არისო. როგორც ყველაზე ძვირფასი რამ. ჩვენ მას ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ, რაოდენ ძვირფასია იგი სინამდვილეში. იმედის გარეშე ცხოვრება ამ წუთის სოფელში უბრალოდ აუტანელი იქნებოდაო. იმედის გარეშე სიცოცხლის სურვილი და ხალხი აი იმედ რომ არ ქონოდა ადამიანს, ხალხი გაქრებოდაო. იმედის გარეშე ერთსაათიანი გასაჭირიც კი გატეხდა ჩვენს სულს და მილიონობით ადამიანს იმედგაცრუებაში უბიძგებდაო. ყოველი აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავსვათ კითხვა, რა არის იმედი? იმედი არის სულიერი მდგომარეობა,
რომელიც ეფუძნება ღვთის სიტყვას. იმედი არის რწმენისაგან წარმოშობილი მტკიცე, ანუ კარგი მოლოდინი, რომელიც გვეძლევა ღვთის მადლით. იმედი მჭიდროდ არის დაკავშირებული რწმენასთან. როგორც ებრაელთა წელში ვკითხულობთ, რწმენა არის იმედის საფუძველი. სწორედ რწმენა გვაძლევს იმედს, ხოლო იმედი თავის მხრივ აძლიერებს ჩვენს რწმენას. რწმენის გარეშე იმედი იქნებოდა მხოლოდ ოცნება, ხოლო იმედის გარეშე რწმენა იქნებოდა უსასური და უსიცოცხლო. ესე იგი, რწმენა და იმედი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. აი ეს ფსალმუნი, რომელიც ჩვენ დღეს წავიკითხეთ, 155 ფსალმუნი, აი ძალიან საინტერესო გზავნილებს შეიცავს იმაზე, თუ რა არის ნამდვილი იმედი, რომლის საფუძველიც არის ღმერთი და რა არის სრულ იმედი, რომელსაც ადამიანური ძალაუფლება და რესურსი წარმოშობს. აი მოდით განვიხილოთ აი ამ ფსალმუნის ტექსტი და გავისკოთ მისი მნიშვნელობა. რა შეიძლება დღეს ვისწავლოთ აი ამ წაკითხული ფსალმუნიდან? პირველი, რასაც ჩვენ აი ამ ფსალმუნიდან ხაზს გავუსვამთ და რომელიც უკვე წავიკითხეთ აი ამ ფსალმუნში, გვეუბნება იმედს ნუ დაამყარებთ თავრებზეო, ადამიანის ძეზეო, რომელსაც არ შეუძლია შველაო. ეს მუხლი მიგვიჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი სულიერი მდგომარეობა, რომ გქონდეს ისეთი იმედი, რომ არ ვიყოთ დაიმედებული ადამიანზე. და ჩვენი ნდობის წყარო პირველ რიგში აი ამ ფსალმუნის აი ავტორი მიგვითითებს და გვაფრთხილებს, რომ არ დავამყაროთ იმედი მთავრებზე და ადამიანთა ძალაუფლებაზე. ჩვენ ხშირად ვეძებთ მათგან დახმარებას და უსაფრთხოებას. თუმცა ბიბლია გვასწავლის, რომ ეს შეიძლება იყოს მცდარი იმედი. აი მის მაგალითი არის თუ გვაქვს წაკითხული ისტორია მეფეთა წიგნებიდან იუდას მეფე ასა, რომელმაც მიენდო მისი მეფობის დროს არამის მეფეს და არ მიენდო უფალს. და ამის გამო უსაყვედურა ცოცხალმა ღმერთმა უსაყვედურა და ამის შემდეგ, როდესაც მეფე ასა იუდას მეფე დასნეულდა, დაწერილია, რომ სნეულებაშიც კი არ ეძებდა უფალსო, არამედ ის ეძებდა მკურნალებს. მან იმდენად დაკარგა იმედი, მიუხედავად იმისა, რომ მორწმუნე იყო, ცოცხალი ღმერთის სწამდა, ცოცხალი ღმერთის წინაშე ლოცულობდა, იმდენად დაკარგა იმედი, რომ უფალს კი აღარ ეძებდა, რომელიც არის წყალუყურნების, არამედ მკურნალებს ეძებდაო. მეორე, რასაც ჩვენ აქ კითხულობთ და აი ამ ფსალმუნიდან ჩვენ ვსწავლობთ ღვთის სანდოობაზე, ანუ ღვთის იმედი. ფსალმუნის ავტორი გვიცხადებს, თუ რატომ უნდა ვენდოთ ღმერთს და არა ადამიანებს. როგორც უკვე წავიკითხეთ, აი ფსალმუნის ავტორი ამბობს, ნეტარია ვისთვისაც იაკობის ღმერთი არის შემწეო, ვინც უფალზე, თავის ღმერთზე ამყარებს იმედსო. ვინაიდან ღმერთი ქმნის სამართალს ჩაგვრთა მიმართო, აძლევს პურს მშიერთ, უფალი ათავისუფლებს პატიმრებს, უფალი უხელს თვალებს ბრმებს, უფალი წერაში მოხვრილებს ასორებს, უფალს უყვას მართალი, უფალი იცავს მდგმურებს, უფალი ზრუნავს ობოლზე და ქვრივზეო და ბოროტა გზებს დაამხობსო. ღმერთი ამ საქმეებიდან, რომელს შესახებად ჩვენ უკვე წავიკითხეთ, რომელსაც ის აკეთებს, ხედავ თუ როგორ ზრუნავს ის თავის ხალხზე. ეს არის იმის ნათელი მაგალითი, თუ რატომ უნდა ვენდოთ ღმერთს და არა ადამიანებს. აი ამ ფსალმუნის ავტორი გვასწავლის, რომ ნამდვილი იმედი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ უფალზე და მისი სიტყვები არის საიმედო და შეუცვლელი. ლუთერი, როგორც ერთ-ერთი უდიდესი რეფორმატორი, აი ხშირად უსვამდა ხაზს იმას, თუ
ქრისტიანის ცხოვრება არის ცხოვრების გრძელი გზა იმედითო. აი ამაზე ამახვილებდა ყურადღებას. ქრისტიანის ცხოვრება არის ცხოვრების გრძელი გზა იმედით, რომელიც დაკავშირებული არა ჩვენ შესაძლებლობების და ძალების კმაყოფილებასთან, არამედ იმ იმედთან, რომელიც ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ უფალზე. ლუთერი ხშირად აღნიშნავდა, რომ ქრისტიანი არ უნდა იმედოვნებდეს თავის ძალებზე, არ უნდა იმედოვნებდეს თავის ცოდნაზე, ნიჭზე, ან რელიგიურ საქმიანობაზე, ან თუნდაც სამსახურზე, ფულზე, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ღმერთზე. ჩვენი საქმეები და ძალა არასოდეს უნდა იყოს ჩვენი იმედის საფუძველი. ჩვენ როგორც ადამიანები, იმდენად სუსტები ვართ, რომ ჩვენს ხელთ არაფერი არის სტაბილური. შეხედავ დღეს ადამიანი მხიარულია, ხვალე მოწყენილია, იმის შემდეგ კიდე სხვანაირია. ჩვენი იმედი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ღმერთში, რომელიც მუდამ ერთგულია და ყოველთვის არის ჩვენს გვერდით, მიუხედავად ჩვენი გაჭირვებისა და დაბრკოლებებისა. სწორედ იმედი განმარტავს თუ როგორ შეიძლება ადამიანს, რომელიც ხვდება ცხოვრებაში განსასწრებს, რომ იდგეს ფეხზე და იპოვოს რეწმენა. ფსალმუნის ავტორი, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ, ნეტარს უწოდებს ადამიანს, ვინც დაიმედებულია ღმერთსეო. ის არ უწოდებს ნეტარს სხვა ადამიანის სიტყვებზე დაყრდნობით. ის უწოდებს როგორც გამოცდილი ადამიანი, რომელმაც ცხოვრებაში განიცადა თუ რას ნიშნავს იყო დაიმედებული ღმერთზე. თქვენ როგორ ფიქრობთ? ჭირდება დღეს იმედი? თუ მხოლოდ ეს ძველ დროში იყო საჭირო, როგორც მეფსალმუნემ დაწერა ეს ფსალმუნი და მას შემდეგ მრავალი წლები გავიდა. მხოლოდ მაშინ იყო საჭირო იმედი? თუ დღეს რაიმე შეიცვალა? თუ ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ჭირდება დღეს იმედი, მაშინ ისმის კითხვა, როდის გვჭირდება, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენ საჭიროებთ იმედს ნებისმიერ დღეს და ნებისმიერ დროს. ჩვენ მანამ სანამ გვიწევს ამ მიწაზე ცხოვრება, გვჭირდება იმედი. მაშინ თუ ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გვჭირდება იმედი, მაშინ ვისზე ვარ ჩვენ ქრისტიანები დაიმედებული? აი ამ წუთის სოფელში ცხოვრების პერიოდში. ვის იმედით ვცხოვრობთ ამ მიწაზე? აი ამ ფსალმუნის ავტორი გვასწავლის, როგორც მესამე მუხლში დაწერილია, რომ იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზეო, ადამიანის ძეზეო, რომელსაც არ შეუძლია შველა. ხოლო წინასწარმეტყველი იერემია მე-17 თავის მე-5 მუხლში ამბობს, წეულია კაცი, რომელიც ადამიანზეა დაიმედებული და ხორცისაგან მოიცავს ძალას. ვისზე ვარ ჩვენ დაიმედებული ქრისტიანები? დღეს გადავხედავთ სოფლიოში კრიზისია. რაც უფრო გადის დრო, მატულობს ომები, მატულობს შიმშილი, მატულობს პრობლემები ამ მიწაზე. და ესე დროს ზოგიერთი იმედი აქვს მეზობელი სახელმწიფოს. ზოგიერთს აქვს იმედი ფულის, ზოგიერთ სამსახურის, ზოგიერთს ადამიანის იმედი აქვს. მაგრამ ჩვენ ქრისტიანებს ვისი იმედი გვაქვს? ვისი იმედით ვაპირებთ ამ მიწაზე ცხოვრებას? ფსალმუნთა 155 მუხლი გვეუბნება, ნეტარი არის ის, ვისი შემწეცა ღმერთი იაკობისა, ვინც დაიმედებულია უფალ ღმერთსეო. ეს ნატარება არ არის დაკავშირებული რომელიმე სახელმწიფოსთან. ეს ნატარება არ არის დაკავშირებული ჩვენ სამსახურებთან. ეს ნეტარება დაკავშირებულია იაკობის ღმერთთან. მეორე ნეშტას მე-16 თავის მე-9 მუხლში დაწერილია, უფლის თვალი დაჰყურებს მთელ ქვეყანასო, რომ ხარი დაუჭიროს იმას, ვინც მთელი გულით არის მასზე მინდობილი. ხედავთ, რას გვასწავლის უფლის სიტყვა. უფალი მხარს გვიჭერს ყველას, ვინც მასზე ვართ მინდობილი. ვინაიდან მან თქვა, არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ, არ დაგაგდებ,
ღმერთის სიტყვა უცვლელია და ჭეშმარიტია. ღმერთის სიტყვა საიმედო საგანძურია, რომელიც უნდა ინახებოდეს ჩვენს გულში და ნებისმიერ დროს, როდესაც დაგვჭირდება იმედი, ჩავეჭირდოთ გულში შენახულ აი იმ საიმედო საგანძურს და ის არასოდეს შეგვარცხოს და არასოდეს გვიღალატებს. ვინაიდან ჩვენ არ გაგვაჩნია ღვთის სიტყვის გარდა ისეთი ძალა, რომლითაც გაუმკლავდებით იმ მოვლენებს, რაც ხდება წუთის სოფელში ან ჩვენ ცხოვრებაში. ჩვენ როგორც ადამიანები ვართ უძლურნი და ვართ სუსტი, რომ გაუმკლავდეთ ჩვენი ძალებით ცოდვას, გაუმკლავდეთ სიღარიბეს, გაუმკლავდეთ კონფლიქტებს. განა თვითმოციქული პავლეს არ ამბობს უძლური ვარ და ვინ დამიხსნის მეო? მაგრამ თუ ჩვენ წავიკითხავთ იონეს წერილებს, იონი ამბობს ძლიერნი ხარ თქვენ, მოციქული პავლე ამბობს რომ უძლურნი ვართ, ხოლო იონი ამბობს ძლიერნი ხარ თქვენ. როდის გავხდით ჩვენ ძლიერები? როდის არის მორწმუნე ძლიერი? და იქვე პასუხობს მოციქული ივანე პირველი ივანეს წერილის მეორე თავის 14 მუხლში, ვინაიდან ღვთის სიტყვა იმყოფება თქვენში. ამიტომაც მე გავამახვილე ყურადღება, რომ ღვთის სიტყვა როგორც საიმედო საგანძური უნდა ყოველთვის შევინახოთ ჩვენს გულში, როდესაც ჩვენ დაგვჭირდება ცხოვრებაში რთულ პერიოდში, განსასწრების დროს, აი საიმედო საგანძურს ჩავეჭიდოთ და რომელიც ჩვენ არ ვიღალატებს და არ შეგვარცხევთ. იონი ამბობს, რომ თქვენ ძლიერნი ხართ, ვინაიდან ღმერთის სიტყვა იმყოფება თქვენში და ძლიეთ ბორცო. ესე იგი ძლევა შესაძლებელია ყოველი კრიზისის დროს, როგორ? მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის სიტყვით. ძვირფასნო დებოდა ძმებო, ღმერთი, რომლის შესახებაც ჩვენ ლაპარაკობთ და რომლის შესახებადაც ფსალმუნის ავტორი ლაპარაკობს, ვისი იმედის უნდა გქონდეს, ის არ შეცვლილა. ის იგივე ღმერთია და იგივე ძალა გააჩნია, როგორც ადრე ასევე დღესაც, როგორც დაწერილია მე-7 მუხლიდან აი ამ ფსალმუნში, იქ სიმართლეს ჩაგვრთათვისო, აძლევს პურს დამშეულებსო, უფალი ათავისუფლებს ბორგილ გაყრილებს, უფალი თვალს უხელს ბრმებსო, უფალი მართავს წელმოდრეკილებს, უფალს უყვარს მართალი, უფალი იცავს შემოხსნილებს და ქრი ობლებს გაამხნევებსო, უფალი დღესაც ახორციელებს ამ დიად საქმეებს. ამიტომ დაიმახსოვრეთ ცხოვრებაში, როგორი უიმედო მდგომარეობაშიც არ უნდა იყოთ, არის იმედი და ეს იმედი უნდა იყოს ღვთის სიტყვა, იესო ქრისტე, ღვთის ძე. ღმერთმა რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ისე შეგვიყვარა, რომ მოავლინა ამ მიწაზე მისი მხოლოდშობილი ძე, იესო ქრისტე, რათა მისი მეშვეობით გქონდეს იმედი. ვინაიდან დაწერილია, მასზე დაიმედებული არ იქნება შეცხვენილი. ეს იმედი არის ქრისტეში, რომელიც მოდის ჩვენ ცხოვრების განსახლებლად, გადასარჩენად, განსაკურნებლად. მოდით, ძვირფასო დებო და ძმებო, გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრება, ცხოვრებისეული გზა ამ იმედით, რომელიც არის მარადიული და რომელიც არის მყარი და რომელიც არის მტკიცე და მისი იმედით მოველოდოთ ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებებს. ის არის სარწმუნო და ჭეშმარიტი იმედი. და ბოლოს ფსალმუნთა წიგნში ჩვენ ვკითხულობთ, რომ მიენდეთ უფალს, გამხნევდით და გაიმაგრეთ გული და გქონდეს უფლის იმედიო. და დავამთავრებ ებრაელთა წერილის 1023 მუხლიდან. განუხრად მივყვეთ იმედის აღსარებას, ვინაიდან აღმთქმელი სარწმუნო არის. ამინ.